პლასტიკის მოხმარების შემცირების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციაზე მუშაობს, რომელიც პლასმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების რეალიზაციას შეეხება. გეგმის თანახმად, პლასმასის ბოთლებით სასმელის შესყიდვა აიკრძალება როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის. ამავდროულად პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები, რომელიც საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასმასის ჭიქების, თებშების, საწყობებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის გაყიდვას აკრძალავს. რეალობა და გამოწვევებია ნარჩენების მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში და რამდენად მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციების შემოღება სტუმართან საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის ხელმძღვანელთან გიორგი გულიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ ფართო სპექტრი ჩამოვთვალე იმ რეგულაციებისა, რომლის მიღებასაც საქართველოს რომელიც უკვე განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების სახით საქართველოს პარლამენტში და რომელთან მიმართებაშიც ბოლო რაღაც გარკვეული პერიოდია გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეხვედრები ჰქონდა მათ შორის ბიზნესთანაც. რამდენად შეცვლის ეს ცვლილებები და ეს რეგულაციები მთლიანობაში ამ სეგმენტში დაუშვათ მათ შორის თავად კომპანიების შეფასებებს, კომპანიების სოფხედველობას და რამდენად შეუწყობს ხელს იმ საერთო ვალდებულებების შესრულებას, რასაც მთლიანობაში ეს სეგმენტი მოიცავს, რასაც ნარჩენების მართვა ქვია და სწორი მართვა ქვია აი ამ პროცესს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა დაპატიჟებისთვის. ჩვენ ვეხებით ახლა ნარჩენების მართვას და ვეხებით იმ პლასტიკის გამოყენებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია დღეს მსოფლიოში და დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ პლასტიკის დეგრადირება არ ხდება და როცა ის გარემოში ხდება, იქ დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება და შესაბამისად აბინძურებს გარემოს, ხო? ჩვენ როგორც ქვეყანას გვაქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა, ხო? გვაქვს ნარჩენების მართვის კოდექსი, ასევე გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმები და ეს არის ამ თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი და ნარჩენების მართვა ზოგადად იწყება პრევენციიდან. ანუ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი წარმოქმნათ და სწორედ ამას უკავშირდება პლასტიკის აკრძალვა, თქვათ, იგივე საკვებთან მიმართებაში და ასევე პლასტიკის ბოთლების თქვათ შეზღუდვა მეტწილად, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა და ამას ვერ ვაკეთებთ, ხო? ძირითადად ნარჩენების დიდი ნაწილი და უმეტესი ნაწილი მიდის ნაგავსაყრელებზე, რომელიც ასევე არის, თქვათ, არ შეესაბამება სტანდარტებს და სტანდარტებთან შესაბამისობაში მხოლოდ ორი ნაგავსაყრელი გაგვაჩნია და ეხლა მიმდინარეობს მესამის მშენებლობა. შესაბამისად ეს გამოწვევები არსებობს და რა თქმა უნდა გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენების ის რეგულაციები, რომელიც მე ახლა შესავალ ნაწილში ვახსენე, არის ის ნაბიჯები, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომლის გადადგმაც გარკვეულწილად შეიძლება გახდეს ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ ნარჩენების მართვის სწორი პოლიტიკა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში და ეს არ იყოს მხოლოდ დაუშვათ სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული მხოლოდ იმიტომ, რომ დაუშვათ თუნდაც იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი და ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იმისკენ, რომ შევამციროთ ნარჩენების წარმოქმნა, მაგრამ აუცილებელია, რომ ამას მოყვეს შემდეგი ნაბიჯებიც. ეს არის მაგალითად სეპარირებული შეგროვება აუცილებლად უნდა დავდერგოთ, თუმცა ჩემი აზრით და ჩემი კოლეგების აზრითაც აუცილებელია, რომ შეფუთვის ნარჩენები მოვაქციოთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ. იმიტომ რომ ჩვენ დავინახით, რომ ის სპეციფიკური ნარჩენები, რომელიც დღეს იმართება ტექნიკური რეგლამენტების მიხედვით და ექცევა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ, ეფექტურად ხდება ამ ნარჩენების შეგროვება დღეს. თუმცა აქ სხვა პრობლემა გვაქვს, გადამუშავების კუთხით გვაქვს პრობლემები და გადამამუშავებელი სექტორი ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში. ამ მიმართულებით გვაქვს განვითარების ჩვენ ახლა საკმაოდ საინტერესო პროცესში აღმოჩნდით. ერთის მხრივ სახელმწიფო მიიღო გარკვეული ვალდებულებები, გადაიყვანა კერძო სექტორი რაღაც ახალ რელსებზე, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ თუნდაც ამ ნაწილში რაც ნარჩენების მართვას ეხება, არ გვაქვს შემგროვებელი საწარმო ამ შემთხვევაში და ბიზნესმა სათანადოდ ვერ აუწყო ფეხი, ანუ რეალობა ეს გვაქვს დღეს? ეს ასე არ არის. უყურეთ, პლასტიკის მიმართულებით პირობითად რო ავიღოთ, არის საწარმოები რუსთავში,
ორი სამი საწარმო არსებობს, თუმცა მათ ვერ შეძლეს ამ ნედლეულის მოპოვებას ვერ ახერხებენ და შესაბამისად ვერ მუშაობენ დატვირთვით. ანუ მათი ბიზნეს მოდელი არის დამყარებული ამ პლასტიკის გადამუშავებაზე. თუ მათ ნედლეული არ ექნათ, მათი საწარმო ვერ იმუშავებს სრული დატვირთვით და ასეც არის. დაახლოებით 30-40%-ის დატვირთვით თუ ახერხებენ მუშაობას და ეს გამოწვეულია იმით, რომ არა გვაქვს მიწოდების ჯაჭვი, არა გვაქვს შეგროვების სისტემა. მაგრამ ეს სისტემა ხო ბიზნესმა უნდა შექმნას. ინტერესი არ არის ამ მიმართულებით? კი, ბიზნესი ამას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ გვექნება რეგულაცია, რომელიც მოსთხოვს ბიზნესს, რომ ეს გააკეთოს. ანუ წარმოებელი, რომელიც იყენებს ამას შეფუთვაში, მან უნდა დახარჯოს თავისი, ესე ვთქვათ, სახსრები იმისთვის, რომ მოაწყოს ეს სისტემა. მაგრამ როგორც ბიზნესი, მისთვის ეს საინტერესო არ არის, თუმცა როგორც სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ვალდებულება, ეს უნდა გააკეთოს აუცილებლად. და ამისთვის არის საჭირო რეგულაცია. რა ტიპის რეგულაცია მაშინ საჭირო, ასე ვიკითხავ? აი, წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. როდესაც წარმოებელი ხდება ვალდებული, რომ მის პროდუქტის ანუ მაქსიმალურად ბევრი კომპანია ჩავერთოთ ამ პროდუქტზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. ბევრი პროდუქტზე ხო? კი, პროდუქტზე უნდა იყოს პასუხისმგებელი მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე. ანუ ის როცა დარჩენად გარდაიქმნა, ამაზედაც პასუხისმგებლობას იღებს წარმოება. ეხლა დავუშვათ რა პროდუქტების პროცენტულ რა ნაწილზე არის რეალურად კომპანია რომელიც ქმნის ან შემოაქვს ამაზე პასუხისმგებელი. აი მაგალითად საბურავოებზე, ხო? ელექტრომოწყობილობებზე, აკუმულატორები და ბატარეები, ზეთები. აი ამ 4 მიმართულებით ეს სისტემა უკვე მუშაობს. და 4 MGV ორგანიზაცია არის საქართველოში და მე მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს დაახლოებით 40,000 ტონა სპეციფიკური ნარჩენი იქნა ამოღებული. 40,000 ტონა ეს ძალიან დიდ რაოდენობაზეა საუბარი. ეხლა დადგა საჭიროება, რომ ეს ამოღებული პროდუქცია გადამუშავდეს. ანუ ეს არის ნარჩენი, თუმცა შეიძლება ვაქციოთ ნედლეულად, რომელიც სად შეიძლება გავიტანოთ გასაღების ბაზრები, ან როგორც საექსპორტო პროდუქტი შეგვიძლია თუ არა ასე განვიხილოთ, იმიტომ რომ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ვინმესთვის, დიახ, ნარჩენი არის ჩვეულებრივი საექსპორტო პროდუქტი, თუ მას სწორად დავახარისხებთ, ასე ვიტყოდი, მაგრამ რეალურად მათ შორის იგივე გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა საქართველოში რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე? ძალიან კარგი კითხვაა. უყურეთ, ნარჩენების არის გარკვეული ნარჩენების კატეგორია, რომელიც გადამუშავების შედეგად შეიძლება მივიღოთ ნედლეული, რომელიც ხელმეორედ შეიძლება გამოვიყენოთ წარმოებაში, ხო? საქართველოში გადამუშავება სამწუხაროდ მცირე რაოდენობით ხდება, მცირე საწარმოები არის და ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ, მათ შორის სახელმწიფოსთანაც და ბიზნესთანაც, რომ საშუალო დონის, საშუალო სიმძლავრის თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმოები ჩამოვიტანოთ საქართველოში. ეხლა ექსპორტს რაც შეეხება, სპეციფიკურ ნარჩენებთან დაკავშირებით რთულია, იმიტომ რომ ეს სპეციფიკური ნარჩენი, იმიტომ უწოდებთ ამას სპეციფიკურს, რომ მასში არის გარკვეული სახიფათო ნივთიერებები. ამიტომ სახიფათო ნივთიერებების გადაზიდვა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ მისი გადამუშავება უნდა მოხდეს ადგილზე. ხო, საერთაშორისო რეგულაციების დაცვა გვიწევს და ნებართვები არის ასაღები, ბევრი ქვეყნები უნდა გაიაროს და შესაბამისად ყველა ქვეყანამ უნდა მოქცეს ნებართვა, რომ გაიაროს მის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ამ მთელი რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუ ავიღებთ მაგალითად შესაფუთ მასალებს, პლასტიკზე, ქაღალდზე, შუშაზე, მოთხოვნა არის, რა თქმა უნდა, ამის ექსპორტი თავისუფლად შეიძლება. მაგრამ აი მაგალითად მოგიყვანთ საბურავის გადამუშავების შედეგად. მექანიკური დამუშავების შედეგად მიიღება რეზინის მასალა, რომლის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება და დღეს ჩვენ აქტიურად გვაქვს დიალოგი გახსნილი სახელმწიფოსთან, რომ ერთ-ერთი გზა არის, რომ ასფალტში შევურიოთ და მოდერნიზებული ასფალტი მივიღოთ, რომლის შედეგადაც ასფალტი უფრო ბევრად უფრო მდგრადია, ბევრად უფრო დიდ ხანს ძლებს. და შესაბამისად ამის გამოყენები საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს სადმე გამოყენების? კი, რა თქმა უნდა არსებობს და ჩვენ მომავალ წელს გეგმავთ, რომ კონფერენცია მოვაწყოთ საქართველოში საერთაშორისო, მათ შორის ჩამოვიყვანოთ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, ვისაც ეს დანერგილი აქვს და ძალიან ეფექტურად ახორციელებს და გვინდა ვანახოთ ჩვენს მთავრობას, რომ შესაძლებელია ეს ჩვენთანაც დაინერგოს და ორ ბაქს არგებელს მივიღებთ. ერთი რომ გადავამუშავებთ, ნედლეულად გამოვიყენებთ და სრულ ცირკულარულ მოდელს შევქმნით საქართველოში. კი ბატონო, რამდენად ბევრია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა მოქცევასაც თქვენ ამ შემთხვევაში ისურვებდით აი ამ დავუშვათ გაფართოებული წარმოებლის რეგულაციების ქვეშ, რომ დავუშვათ ეს სისტემა მაქსიმალურად გაიმართოს. წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეს არის ყველაზე ეფექტური სისტემა, რაც დღეს სოფლიოში მუშაობს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. და ასობით ქვეყანა, 100-ზე მეტი ქვეყანა არის უკვე, ვინც ნერგავს ამას. ხო, თუ ვინმე მარიცის საუბარია, რომ კომპანიას უჩნდება ვალდებულება, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია ბოლოს
ციკლამდე იყოს მისი პატრონი და მისი რეალურად ბოლომდე მიყვეს, ასე ვთქვათ. კი ბატონო, და ძალიან ბევრი ქვეყანა ერთვება ამაში, იმიტომ რომ ყველამ დაინახა, რომ ეს არის ეფექტური გზა ნარჩენების შეგროვების, გადამუშავების და ხელმეორედ გამოყენების იმ ნედლეულის, რომელსაც ამ გადამუშავების შედეგად ვიღებთ და ჩვენთან საქართველოში ამ მიმართულებით ეხლა ველოდებით აქტიური დიალოგი მიმდინარეობს წყობრიდან გამოსული ავტომობილების რეგლამენტის შესახებ. პირველი შეხვედრა იყო უკვე გარემოსდაცვის სამინისტროში და ეს დიალოგი გაგრძელდება და საბოლოოდ უნდა მივიღოთ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ამას დაარეგულირებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გაცხადებული ქონდა ჩვენ 6 რეგლამენტი უნდა მივიღოთ და 4 მივიღეთ და ერთი არის შეფუთვების რეგლამენტი და ეს შეფუთვები მოიცავს ყველაფერს, რაც შესაფუთ მასალებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ყველაზე დიდი რაოდენობა ნარჩენების, სწორედ შეფუთვის ნარჩენების მოხმარების შედეგად წარმოიქმნება. და ნუ აი 6 მიმართულებით ფიქრობთ ჯერჯერობით, თუმცა მომავალში კიდე ბევრი მიმართულებით შეიძლება ვიფიქროთ. სხვადასხვა ქვეყანაში უკვე საფრანგეთში 27 მიმართულების წარმოების გაფართოებული ვალდებულების ნაკადი არსებობს. ბელგიაში 13 და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რაოდენობა არის განვითარების. და ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ სახელმწიფო რამდენად არის მზად, რომ აი მაქსიმალურად წამოვიდეს აი ამ დიალოგზე ერთი, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან იყო ინიცირებული თავის დროზე ეს გაფართოებული ვალდებულების წარმოებლების დაკისრება და კიდევ ერთხელ ამას საერთაშორისო ვალდებულებები, ნაკისრი ვალდებულებები გვაკისრებს. მაგრამ მონიტორინგი რამდენად სწორად ხდება, რომ დაუშვათ თუნდაც იმ 4 მიმართულებით, რომელიც მე და თქვენ ახლა ახსენეთ. ამ მიმართულებითაც სწორად არის ეს პროცესი დაწყებული და ეს არ არის რომ უბრალოდ ფორმალურად ვაგროვებთ და უფრო მეტი იფრქვევა გარემოში ვიდრე რეალურად იხარჯება ამ ნაწილში. პრობლემა პროცესი. დიახ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღსრულების მექანიზმები გავააქტიუროთ მაქსიმალურად. იმიტომ რომ ჩვენ კი ვაგროვებთ ამ ნარჩენებს და თუმცა ბევრი გამოწვევა გვაქვს ამასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ არაფორმალური სექტორი მაინც არსებობს დღესაც. და ეს ამ ნარჩენების მიმოქცევა ხდება არალეგალურად მათი მხრიდან და ჩვენ გვიწევს ამასთან გამკლავება, რეალურად. თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება აღსრულების მექანიზმები გააქტიურებული, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ნარჩენს შევაგროვებთ და უფრო მეტი აზრი ექნება გადამამუშავებელი საწარმოების დაფუძნებას. ანუ სახელმწიფომ ამ პროცესს უნდა გაუწიოს მეტი მონიტორინგი და კონტროლი? კი ბატონო, აუცილებელი არის მათი ჩართულობა. ასევე ცნობიერების ამაღლებას ეხლა არ კონტროლდება? არის გარკვეული კონტროლი, თუმცა იმ დონეზე არა, რაც საჭირო იქნება. ანუ ეხლა რეალურად თქვენ აი ამ 4 კომპანიის იმედად ვართ ამ ნაწილში? შეგროვების ნაწილში აბსოლუტურად ჩვენი ესე ვთქვათ ძალისხმევის შედეგად ხდება ეს ყველაფერი. და იმ ბიზნესების ვთქვათ პასუხისგებლობის და ნუ სწორად მოქცევის იმედად ვართ, ვინც წარმოქმნის ამ ნარჩენებს. კი ბატონო, ამ თემას ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით. ბიზნეს პარტნიორმა დაიწყო რუბრიკა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის მიმართულებით და შესაბამისად ამ ნაწილში გარემოსდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი როდესაც იქნებიან მეთეში, ამ კითხვას აუცილებლად დავსვო. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი გულიაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.